გამარჯობა მეგობრებო, ცივი ქელები, ცივი პეხები. წინჭველავით დადის ქელებში, ღამე დაიბუჯება. ძიხარ არ იმოძრავე ცოტახანი, დაიბუჯება ხელი, დაიბუჯება პეხი. გასიებული ქელები, ან პეხები, ან სახე. ეს პრობლემა არის სიცხლი კარგად არ მოძრაობს. ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე სიცხლი თავისუფლად, როცა არ მოძრაობს, ეს სიმპტომია მაგისთვის. მაგრამ ეს პატარა სიმპტომი არ არის. არ უნდა გაატარო. კაი ამბავი ეს არის, რომ დღეს 5 თუთიანი ეგეთი საშუალება მოგიტანეთ თქვენთვის, რომელიც ჩამონათვალი სიმპტომების კურნალობა საქშივე შეგიძლია. ხო სვამს უამრავი წამლები. ან ანალიზები ხო აკეთებს, რატო ბუჯდება ხელი, პეხი, ცოტახანი ძივარ და რატომ აქ პეხი დაბუჟებული. სიცხლის მოძრავის პრობლემა გაქვს. სანამ გეტყვი რეცეპტი, მოდი ცოტათი შევხედოთ ეს სიმპტომები როგორ არის. გინდა ძაფულია, გინდა ძამთარია, ის ადამიანი გრძნობს სიცივე პეხებში და ქელებში. ჯოგი ადამიანი გრძნობს, რომ პეხის ქვეში ვიღაცა ნემსივით წყლივტავ. ეს სიმპტომიც იგივეა, სიცხლის მოძრაობა კარგად არ არის. ჯოგჯერ პეხი გასივდება, გასიებულია. ერთი ჯომის ყოველთვის იწმევს პაკისაცმელი, მაგრამ შეხედავს ხვალ არ გეტევა ეს. უფრო სიმპტომია თმა. თმებში თუ ძირებში სიცხლის მოძრაობა კარგად იქნება, თმა გათხელდება და თმის ცვენა ვერაფერით ვერ შეაჩერებს. კიდე სიმპტომია, რომ აი ეს ფრჩხილები გათხელდება და გადკდება. ბოლო სიმპტომია მეგობრებო, restless leg syndrome ეძახიან ინგლისურად მაგას, რომ დაუსვენარი პეხის სინდრომი. ძილში რომ მიდიხარ, პეხი ვერ ისვენებს, ხან პეხი იქით ტრიალებს, ხან იქით ტრიალებს, ხან ცხელი პეხია. ეს restless არის, ანუ ვერ ისვენებს. ხან ცივზე გინდა რომ დადო პეხი, ხან ცხელზე გინდა რომ დადო პეხი. ამას ქვია დაუსვენარის პეხის სინდრომი. ეგეც ერთ-ერთი სიცხლის რო არ მოძრაობს კარგად მაგისი სიმპტომია. ეხლა თქვენ ფიქრობს, მე რატო მაქვს ეს პრობლემა კარგად ავჭამ, ჩვეულებრივი ადამიანივით, ჯოგი ერთის არ აქვს ეს პრობლემა, ჯოგი ერთს აქვს. ჩვენი სიცხლში კეთდება ნიტრიკ ოქსაიდი მეგობრებო, ბუნებრივად. ჩვენი ორგანიზმი თვითონ აკეთებს მაგას. მაგრამ ჯოგი ადამიანი, ანუ ორგანიზმი ვერ აკეთებს, ან ცოტა აკეთებს. თუ ცოტა კეთდება ეს ნიტრიკ ოქსაიდი, ძარღვები, ვენები შევიწროვდება. და შევიწროვებული ვენებში სიცხლი როგორ იტრიალებს. ჯოგი ხალი მინახია ზაფხულში, აცვია ცოტა მოკლე კაბა და ლურჯი აი ესეთი spider veins ქვია იმას ინგლისურად. კაცებსაც აქვს ბევრს. ეს ეგეთი ადამიანი, რომელიც პეხზე დგა დიდი ხანი, ან დიდი ხანი ძიან. ეგეთი ადამიანს სიცხლის მოძრაობის პრობლემა ცხოვრებაში ნებისმიერი დროს შეიძლება დაიწყოს. მეორე ადამიანი, ვისაც აქვს ჩიქვის პრობლემა, ჰაიპოთაიროიდიზმი, ჰოშიმოტო, ოტოიმუნური დაავადება. იმ დროსაც ნიტრიკ ოქსაიდი არ კეთდება წესიერად და ეს ჩამონათვალი პრობლემები რა თქმა უნდა მოვა. მესამე, როცა ანთების პროცესია წასული ზევით, სულ ანთებით პროცესია შიგნით, იმიტომ ჭამს კვებაში ძალიან ნახშირისწყლებიანი პური, კაჭაპური, ცომეული უფრო ჭამს, რეფინირებული ცომი, ანუ ფხვილით გაკეთებული, იმ შემთხვევაში ანთების პროცესი უფრო სწრაფად. და როცა ანთება ზევით არის, ნიტრიკ ოქსაიდი ქვევი წავა და ვენების პრობლემა ამოვა. ეხლა სიმპტომები იცის, რატო მოდის, ეხლა კურნალობა როგორ უნდა გააკეთო ბუნებრივად. პირველი ინგრედიენტი, ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, ეს არის ჭარხალი მეგობრებო. ამ ერთი წიხა ჭვენში პირველი ინგრედიენტი არის ჭარხალი, ერთი ცალი პატარა ჭარხალი, გარეცხე, კანი გათალე
ნიტრიკ ოქსაიდის მოსამატებლად საუკეთესოა ჭარხალი. მაგის წვენი, კაცი, ქალი, ბავშვები. ყველასთვის საუკეთესოა. უფრო საუკეთესოა ეგეთი ადამიანებისთვის, რომელიც ვარჯიშობ. მაგის დალევის მერე ნიტრიკ ოქსაიდი მოიმატება, გაფართდება ვენები და ნიუტრიენტები ყველგან. ნებისმიერი ორგანოში უფრო სწრაფად და კარგად მიდის. გინდა თმა იყო, გინდა ფეხი იყო. მეორე ინგრედიენტი არის ჯინჯერი, მეგობრებო. ჯინჯერში შედის ერთ-ერთი ნივთიერება, რომელიც ეძახის ჯინჯეროლ. ეს ჯინჯეროლ ორი გზით მუშაობს. პირველი ანთების პროცესი შეამცირებთ და ანთების პროცესი როცა იქნება შემცირებული, ნიტრიკ ოქსაიდი ბუნებრივად დაიწყება. მეორე ჯინჯერი არის ბუნებრივად ორგანიზმის გასაცხელებელი. როცა გაწუხებს ეს ცივი ქელები და ფეხები, ჯინჯერი არის პირველი. აიურვედაში ჯინჯერი რო ტემპერატურა რო გაიზარდო ადამიანის სხეულში 1000 წლით იყენებენ. მესამე ინგრედიენტი არის, მეგობრებო, ბროწეული. ბროწეულში შედის ილაჯიკ მჟავა, რომელიც ერთ-ერთი პოლიფენოლია, ვეზოდაილიუტერ ქვია ინგლისურად. ასვენებს ჩვენი სისხლძარღვებს, არბილებს, რომ სისხლის მოძრაობა კარგად იყო. ბოლო წერტილამდე ეს ჩვენი მესამე ინგრედიენტი. პროდუქტი არის, მეგობრებო, კურკუმა. კურკუმა საუკეთესოა სისხლისთვის, გვიზლისთვის, ყველაფერისთვის. პოლიფენოლი შედის, ანტიოქსიდენტი შედის, ანტიინფლამატორი არის, ანუ ანთების საწინააღმდეგო არის. მაგის გარეშე აიურვედაში არ არსებობს არაფერის მკურნალობა. ყველაფერში შედის. ხო და ჩვენი ერთ-ერთი პროდუქტი არის კურკუმა, რომელშიც შედის კურკუმინი. ბოლო ინგრედიენტი, მეგობრებო, ისევე ცნობილი C ვიტამინის ერთ-ერთი წყარო, ლიმონი. C ვიტამინის გარეშე კოლეგენი და ანთება ქვევით არ წავა. კოლეგენის დასამატებლად ნიტრიკ ოქსაიდი წავა ზევით, ანთება იქნება ქვევით. ყოველთვის ნებისმიერი ჩვენი გასამზადებლად ბლენდერი ჭირდება. ბლენდერში ნახევარი ჭარხალი პლუს 1 მუჭა ბროწეული, 1 მუჭა ბროწეული, მაგის თესლი რო არის ბროწეული, ნახევარი კოზი აქ ჭირდება კურკუმა, 1 კოზი ლიმონის წვენი და 1 კოზი ჯინჯერის წვენი. ჯინჯერის წვენი თუ ვერ გააკეთებს, მაშინ 2-3 ნატეხი ჯინჯერი ჩააგდეთ და ერთად ყველაფერს დააბლენდერე. პირდაპირ არ დააბლენდერო, 1-200 მილიგრამი წყალში დააბლენდერე ეს ყველაფერი. კიდე გიმეორებს, მეგობრებო. 200 გრამი წყალი, ნახევარი ჭარხალი, 1 კოზი ჯინჯერის წვენი, 1 კოზი ლიმნის წვენი, ნახევარი კოზი ჩაის turmeric, ანუ კურკუმა. ყველაფერს დააბლენდერე და ჩაის საწურავი რო არის, ბოლოს მაგით გააწურე, იმიტომ ზევით ნალექი დაგროვდება, მერე კარგად გააწურე და ყოველთვის საუკეთესოა დილით რო დალიო, მაგრამ დილით თუ ვერ მოახერხეთ, შუადღით აუცილებლად უნდა დალიო, ღამე არ დალიო. ეს პრობლემა რო ჩამოგითვალე, მეგობრებო, ეს წამალი არ არის, როგორ იცოდე, ბუნებრივად გაუმჯობესი თქვენ წავა თქვენი ვენების ჯამთელობა, სიცხლი კარგად იმოძრავებ და ქელების ბუჯება, ლურჯი ვენები რო არის ფეხებში, ბუნებრივად იყურნალეთ. და ცოტა ესე არ უნდა იყოს, 2 დღე დავლი ვაიმე, არაფერი არ მომივიდა. ბუნებრივია, ცოტა დრო ჭირდება. დალიე, ყოველდღე დალიე, 1 თვე დალიე და მერე თვითონ ნახე თქვენი ვენების ჯამთელობა როგორ კარგი იქნება და ეს დაბუჯების პრობლემა 100%-ით მოგვარდება. კარგად, აუცილებლად გააზიარეთ მეგობრებში, გამოიწერე არხი და სულიკავი
ძამთელი და ბედნიერი.